საქართველოს ტოლმუთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ ევროსაბჭოს სამდინო დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. პოლიტიკურ მრჩეველთა დირექტორის მოადგილე დანიელ ხოშაბო და დელეგაციის სხვა წევრები დევნილთა ზოგადი მდგომარეობით, ახალი ხელისუფლების გეგმებით, კონფლიქტის გადაჭრის ხედვებით და დევნილებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებით დაინტერესდნენ. მინისტრმა დელეგაციის წევრებს დევნილი მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები გააცნო. რაც შეეხება კონფლიქტის დარეგულირებას, დავით დარახველიძემ აღნიშნა, რომ კონფლიქტი მშვიდობით უნდა გადაწყდეს. საბჭოს დელეგაციასთან გაიმართა საინტერესო შეხვედრა, მათ აინტერესებდათ კონფლიქტის მოგვარების საკითხები, დევნილთა მდგომარეობა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. მათ დაწვრილებით ჩვენთან ერთად გაიარეს ეს საკითხები, ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის შესახებ და დავსახეთ ურთიერთობის გეგმები სამომავლოდ. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ კონფლიქტურ სიტუაციებზე და კონკრეტულად დავინტერესდით თუ რა პოლიტიკას ატარებს ახალი ხელისუფლება დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად. მინისტრმა ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა.